ეს არის მეგობრებო გუნდი ისანი. ციყვი. გაბრიელის ახალი გუნდი ისანი. ეს არის მეგობრებო ქვემო ზემკა, ძალიან მაგარი ადგილას არის და აგერ იქ წინ ბაჩოს ხედავთ მწვრთნელს, იქეთ არის ხუჩა მწვრთნელი. ესენი შედარებით დიდების გუნდია. აქეთ ახლა პატარა მარო ჩაირბინეს 13-14-იანები არიან და ნენელა წესრიგდება ეს ტერიტორია, ახლა გადმოეცა ისანს. ნენელა წესრიგდება დიდი სტადიონია, დიდი ფორმატის, დიდი ფორმის, ანუ ისეთი რა, როგორიც უნდა იყოს. სტანდარტული სტადიონი და ნენელა წესრიგდება, ახლა განათებები მოეწყო, ეს ბოძები ჩაიყარა. აქეთ ამ მხარეს გვაქვს არჩეულებრივი ქვემო ფონიჭალის ხედი, მტკვარი ანიაოდ საქაურობას და ბავშვები ერთგვარ სუფთა ჰაერზე იქნებიან და ეს ყველაფერი მოწესრიგდება მალე. ძალიან ლამაზ და კოხტა ფორმებს შეიძენს. გასახდელით ჯერ ახლა აშენდა, აგი იქ არის გასახდელი. ბავშვები ყოველდღიურად ემატებიან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშრომელი მწვრთნელები ყავთ. ბაჩოც, ხუჩაც ძალიან მშრომელები არიან და ძალიან სწორი მიმართულებით მიყავთ გუნდი, აი ეს განათები. განათებების თავის ხელით დაამონტაჟეს. მოაწყვეს და მოკლედ ძალიან მალე აქაურობა ისეთივე დიდი და ლამაზი სერიოზული საწნელი ბაზა იქნება, როგორებსაც ხედავთ დღესდღეობით სხვებს. უდგა საქაურობას კაი კაცი გვერდში, რომელსაც რა თქმა უნდა ჯერ არ დავასახელებ, იმიტომ რომ თვითონ თავისუფლად უნდა დააჟღეროს და იქეთ რაღაც კოტეჯებია, რაღაც ახლა დავაფიქსირე, ალმოზე კოტეჯებია რა ხდება. ასე რომ გადავიღოთ ნელა ბიჭების ვარჯიშებს, აგერ ბაჩო აუზად ამზადებს რაღაცა სავარჯიშო ინვენტარს. ბიჭებო, რა ხდება ტურნირზე ემზადებით? რამდენი თამაში გქონდათ? ერთ-ერთი დაამთავრეთ? კარგია. და ყურადღება არ მომაქციოთ, რაღაცების გადავიღეთ. სულ რამდენი ხართ გუნდში, იცით? დაახლოებით 18 ხართ? 13-14-იანები, ხო? ხო. ჰოთელვაო. დავით.
ბიჭებო, თქვენთან რომ მეწლიანები ხარ ძირითადად? რამდენი ხართ გუნდში? გუნდში რამდენი ხართ? 23? კარგია. ნახეთ აი რამდენი ბავშვი ვარჯიშობს და ეს იმას ნიშნავს მეგობრებო, რომ გუნდი არის ძალიან პოპულარული, კონკურენტუნარიანი და ძალიან ესეთი მაღალი კლასის მწვრთნელებით და ბავშვობით ძალიან ესეთები არიან მონდომებულები და ძლიერები, მიზანდასახულები. თვითონ მწვრთნელები არიან ორივე ხუჩაც და ბაჩოც ესეთები, რომ ძალიან სერიოზულ ინსპირაციას ახდენენ და ბავშვებს ძალიან დიდ мотивაციას აძლევენ. აი, მათთან ერთად აგურავებენ გულსაც და ყველანაირად ჩართულები არიან უშუალოდ პროცესში ბავშვებთან და მე რა ვიცი. აი რა, ერთი თვეა ჯერ რაც აყვართ, ნუ გაბრიელს მით უმეტეს გაუწდა. მთელი 10 დღე ცუდად ყოფნის გამო და მოსulis დღიდან, პირველივე დღიდან დავაფიქსირეთ ის მეც და თვითონ გაბრიელმაც, რომ კარგ ადგილას აღმოჩნდით. ყველაზე კარგი აქ ის არის, რომ გუნდი ვითარდება, ეს გუნდი დიდი ხანია არსებობს, ანუ არ იფიქროთ რომ ახალია. აქ არიან ახალი გადმოსულები უბრალოდ. გუნდი ვითარდება და ბავშვებიც გუნდთან ერთად ვითარდებიან. ანუ აი ეს სტადიონიც, ეს მდგომარეობაც ბავშვებთან ერთად შეიცრება, ყველაზე მაგარი ეს არის. ისტორიას შექმნიან ერთად დაწერენ ყველაფერს და ეს არის ძალიან მაგარი. ასე რომ შემოიყვანეთ ახლო-მახლო ვინც ცხოვრობთ. მართლა გეუბნებით, ჩემი სუფთა გულწრფელი მოწოდებაა და მაგარ გუნდში აღმოჩნდებიან მერწმუნდეთ. ძალიან მაგარ გუნდში. Давай! Лучше аутия тек джохи! Давай, Давида! Давида ио! Иди на магалия! Давай, как будет? Рапа джоха! Давай, 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 вот я не могу играть. Давай, давай, давай. Нурая! Это ходили, так что раз. Andy! Yes, I'm right now. Andy! Andy, come on. Davida, 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 go, Andy.